მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე, მოგესალმებით ბატონო სანდრო, მადლობას გიხდით რომ ხართ ჩემი გადაცემის სტუმარი. ბატონო სანდრო, პირველ რიგში ქვეყანაში მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე, მინდა დავიწყოთ ეტაპობრივად და მოვყვეთ შემდგომ უკვე. რა ვნახეთ ჩვენ არჩევნებზე, როგორი არჩევნები ჩატარდა და რა ვიხილეთ არჩევნებზე და შემდგომ პერიოდში? ჩვენ არჩევნები ვერ ვიხილეთ. მოდით აქედან დავიწყოთ. ეს არის ხო არჩევნები? მე განმეორდები და ვიტყვი კიდევ ერთხელ რომ ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს მოსახლეობის და ქართველი ერის წინააღმდეგ მიმართული. აქედან გამომდინარე იმ პროცესს, რომელსაც ხელისუფლებამ არჩევნები უწოდა, ჩვენ თამამად შეგვიძლია უწოდოთ ხელისუფლების უზურპაცია. და ხელისუფლებამ, ანუ ქართულმა ოცნებამ მოახდინა მთლიანად ხელისუფლების უზურპაცია და დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს არალეგიტიმური უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საქართველოს პარლამენტი და აქედან გამომდინარე არალეგიტიმური იქნება ამავე არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს მომავალი მთავრობა. ანუ სამართლებრივი კუთხით თუ შევხედავთ, დღეს ჩვენ ვართ სამართლებრივი სივრციდან გასულები და ჩვენ ვიმყოფებით უზურპატორის ხელში. უზურპატორი ამ შემთხვევაში არის პარტია ქართული ოცნება და აგრეთვე იმ გარკვეული საინფორმაციო საშუალებების ტყვეობის ქვეშ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ნახევარი ხელისუფლების გამართლებით და ხელისუფლების ლობისტობით არის დაკავებული, ხოლო მეორე ნახევარი ეგრეთ წოდებული ლიბერალური ოპოზიციის ლობისტობით არის დაკავებული. აი ეს მივიღეთ, ეს სიმახინჯე მივიღეთ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რაც რა თქმა უნდა იქნება სერიოზული ნეგატიური ფაქტორი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება დასაბამი იმ ქაოსური პროცესებისა, რომელი ქაოსური პროცესებიც უკვე მიმდინარეობს და რომელი ქაოსური პროცესებიც უფრო განივრცობა მომავალში. კი ბატონო სანდრო, არჩევნების შემდეგ აქტიურად საუბრობენ პოლიტიკური გაერთიანებებიც, ასევე საზოგადოებაშიც და შეთანხმდნენ უკვე ერთობლივად იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა ტოტალურად. არჩევნებზე ჩვენ ვიხილეთ, რომ საარჩევნო უბნებზე იყოს ცდომილებები იმ სახითაც, რომ თუ მაგალითად რომ ავიღოთ, თუ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე ფიქსირდებოდა პირობითად 1000 ამომრჩეველი, შესაძლოა რომ ხმების გადათვლის შემდეგ ყოფილიყო უბანზე მისული 1200 ამომრჩეველი მაგალითად. აქ რასთან გქონდა საქმე? საზოგადოებას იმდენად ატყუებენ, რომ უკვე აღარც მალავენ ამ ყველაფერს. წინასაარჩევნო პერიოდში მე ვიყავი გარკვეულწილად დელიკატური გარკვეულ პროცესებთან მიმართებაში, განსაკუთრებით რაც ეხებოდა უცხოელ დიპლომატებს, რადგანაც გარკვეული კონიუნქტურიდან, გარკვეული დიპლომატიური ეტიკეტიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ არ გამემახვილებინა ყურადღება იმ ნეგატივზე, რომელი ნეგატივიც უცხოელებიდან მომდინარეობდა. მე მოდით პირდაპირ გეტყვით. ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები დაიწერა ქალბატონი დინგანის კაბინეტში და მიეწოდა შემდგომში ქართულ ოცნებას. და ეს იყო შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და ქართული ოცნების ხელმძღვანელობას შორის. და ამ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი გახლდათ ის, რომ ქალბატონი დინგანის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ გაეყალბებინათ, დიახ, ქალბატონი დინგანის მოთხოვნა იყო. რა თქმა უნდა, ქალბატონი დინგანი არის გამოყალბებელი. ჩვენ ამაზე რატო არ ვლაპარაკობთ? ამერიკის ელჩი რა წმინდანი არის? უმაღლესი სასულიერო პირი არის, თუ ვინ არის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მისი კრიტიკა. პირდაპირ თქვათ, ქალბატონი დინგანი არის არჩევნების გამყალბებელი ქართულ ოცნებასთან ერთად და გამправებელი. და დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რომ იჩენს საოცარ ლოიალობას ქართული ოცნების მიმართ და ჩვენ ამას ვხედავთ. ადამიანი გვიცხადებს პირდაპირ რომ მე რა მოხდა გაყალბდა არჩევნები, 30 წელი ყალბდება არჩევნები და შედით პარლამენტშიო. და მისი მთავარი მოთხოვნაა რომ ეს პარლამენტი შედგეს. ქალბატონი დინგანის მთავარი მოთხოვნა იყო რომ პატრიოტთა ალიანსს და ქართულ მარშს არ მიიღო ხმები. და ეს იცის ყველა. ეს მითხრა მე ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალ ჩინოსნებმა, მინისტრმა მითხრა, რომ ისინი ასრულებდნენ პირდაპირ დაკვეთას, რასაც ქვია არჩევნების გაყალბება. პირდაპირ მითხრა ქართული ოცნების მინისტრთა კაბინეტის წევრმა და საპარლამენტო ფრაქციის რამოდენიმე ლიდერმა, რომ
ჩვენ არ შეგვიშვეს პარლამენტში ქალბატონი დეგანის კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, ხოლო პატრიოტთა ალიანსს ჩამოაკლეს ხმების უდიდესი რაოდენობა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოთხოვნის შედეგად. და არის ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამ შემთხვევაში, რაზეც თქვენ საუბრობთ, ქართული მარში, პატრიოტთა ალიანსი, რომელიც საუბრობდა ასევე არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, ქალბატონი ირმაინაშვილი, პატრიოტთა ალიანსის სხვადასხვა ლიდერები საუბრობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდებოდა აუცილებლად და ეს შემდგომ უკვე, რომ ქართული ოცნების მხრიდან არ უნდა მომხდარიყო ქართული მარშისა და პატრიოტთა ალიანსის პარლამენტში შეყვანა. ნიშნავს თუ არა იმას, რომ ეს ძალები იყო არამართვადი და სწორედ ამიტომ არ აწყობდათ მათი პარლამენტში შეყვანა. რა თქმა უნდა. სწორედ აი ამაში არის საქმე. მაგალითად, საკმაოდ ტაშისკურით შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იმას, რომ გირჩი შევიდა პარლამენტში. ასევე მიდიოდა საუბარი წინასწარ ბოდიშს გიხდით, რომ გაწყვეტინებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად გავიდოდა მეორე ადგილზე, რისი მოლოდინიც რეალურად ხალხსაც არ ქონდა და პოზიციები ხალხში არ იყო იმის, რომ ნაციონალურ მოძრაობას მხარს უჭერდნენ. თუმცა, როგორც პროგნოზები იყო, ასევე გამართდა და ნაციონალური მოძრაობა შევიდა მეორე ადგილზე პარლამენტში. შევიდა ამომრჩეველთა რაოდენობით. აი, სწორედ ამაში არის საქმე. მე მინდა ჩვენს მოსახლეობას მიმართო. ჩვენ ვართ უძველესი ცივილიზაციის და უძველესი კულტურის ერი და უძველესი კულტურის და ცივილიზაციის სახელმწიფო. დღეს ჩვენ ფაქტობრივად არაფერს არ წყვეთ ჩვენს სამშობლოში. არის ვიღაცა დიპლომატი, რომელიც დაწერს, რომ მომწონს პეტრე და პეტრე უნდა იყოს პარლამენტში, არ მომწონს პავლე არ უნდა იყოს პარლამენტში. შემდგომში ისევ ამ დიპლომატთან მუხლებზე დაჩოქილები სამარცხვინოდ მონებივით მიერეკებიან ეს საცოდავი ბრბო, ეგრეთ წოდებული პოლიტიკური სპექტრი. მიდიან და მუხლებზე დაჩოქილები, აი ეხლაც ამ წუთშიც. ფალსიფიკატორები და რაღაც აი ესეთ სახელებს არქმევენ და მუხლებზე დაჩოქილები ეხვეწებიან, რომ შენ ეს გაგვიკეთე, შენ ეს დავალება მიეცი ხელისუფლებას. პირდაპირ არის გარიგება მომხდარი რა. თქვენ თუ გონიათ იმ დღეს ბატონი მელია გამობრძანდა ტელევიზიით და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კრიტიკა დაიწყო. საკმაოდ სერიოზული კრიტიკა დაიწყო, ეგ არამიას ბუდკა ტელევიზია რომ არის იმაში. რატომ დაიწყო? მანაც ჩვენიურად იცის, თუ რა გარიგება არის მომხდარი ქართული ოცნების ხელმძღვანელობასა და ქალბატონ დეგანს შორის. მანაც ძალიან კარგად იცის. უბრალოდ აქ საქმე გვაქვს ერთ რამესთან. არავის არ გაუყალბებია ხმები ნაციონალური მოძრაობისთვის. არავის არ გაუყალბებია ხმები ევროპული ნაცებისთვის თუ ევროპული საქართველოს. არავის არ გაუყალბებია ხმები გირჩისთვის. მათთვის არავის არ გაუყალბებია ხმები. ის 27%-იც კი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობა მიიღო, ბევრი არის ნაციონალური მოძრაობისთვის. ხმები მოპარეს ეროვნულ ძალებს. მოპარეს. ეს იყო სპეცოპერაცია. რომ შემდგომში ეთქვათ, აგერ ვინ არის კაცო ქართული მარში, აგერ 1%-იც კი ვერა. ვინ არის აგერ პატრიოტთა ალიანსი, აგერ 2% ნახევარი თუ 3% აიღო, ერთი პატარა ჯგუფი არის, რომელსაც 3 თუ 4 კაცი ხავთ პარლამენტში და იყვნენ, იხაყანონ ესეთი მარგინალური ჯგუფები ყველგან არიან. აი ეს ამისთვის გაკეთდა. და ამაში ხელი შეუწყო ქართულმა ოცნებამ. რა, მოდით გავხსნათ ფრჩხილები და მე ამაზე უკვე ხმამაღლა ვაპირებ ყველგან საუბარს. შეიძლება ამით პოლიტიკურად დავზარალდე, მაგრამ მაინც ვინ შექმნა პოლიტიკური მოძრაობა გირჩი? შექმნა ქართულმა ოცნებამ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ პავლე კუბლაშვილს და მის ძმას, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარე იყო, ამ გაიძვერას და გარეწრებს ორ ძმას, აპატია ქართულმა ოცნებამ ყველაფერი, არაგებინა პასუხი თავიანთ უმსგავსობებაზე, თავიანთ კორუფციაზე, სასამართლოში რაც ხდებოდა, გირგვლიანის საქმე კუბლაშვილის ძმის გაკეთებულია. რობაქიძის საქმე კუბლაშვილის ძმის გაკეთებული და ყველაფერი მხოლოდ ერთი რამის გამო. რომ მათ შეექმნათ პოლიტიკური ორგანიზაცია გირჩი, რომელსაც აფინანსებს ქართული ოცნება და მთავარი მიზანი, აი ახლა გირჩის რეალური რეიტინგი არის 0.5%. შევარცხვინე ის ქართველი, რომელიც ჩახდილი მამაკაცებს, რომლებიც ასევე დეზერტირობას უწევენ, რეკლამირებას ხომ ჯარში არ უშვებენ ხალხს, რომლებსაც სექტაში შეყავთ ახალგაზრდები და ყველაზე უფრო უარესი რაც არის, რომლებიც ნარკოტიკების ლეგალიზაციით და ვაჭრობით არიან დაკავებული, ხმას რომ მისცემს. მაგრამ აქ სხვა გარიგება არის. გირჩის მეშვეობით ქართულმა ოცნებამ უნდა აისრულოს ნატურა და უნდა მოახდინოს მარიხუანის პლანტაციების ლეგალიზაცია, რომელზეც იბრძოდა ქართული ოცნება 2 წლის წინ, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს,
ამან მარიხუანის პლანტაციების მოგება, ყოველწლიური მოგება არის მილიარდი და მილიარდ ნახევარ ამერიკულ დოლარამდე. არ ფიქრობს ეს სპექტრი იმაზე, რომ ეს მიგვიყვანს შემდგომში ფატალურ შედეგებამდე, როდესაც ახალგაზრდობა დაიწყებს ამის აქტიურ მოხმარებას და არ იქნება შეზღუდული. მათ აინტერესებთ მხოლოდ თავიანთი შვილები, რომლებიც ზოგი ინგლისში სწავლობს, ზოგი ამერიკაში, ზოგი გერმანიაში და ასე შემდეგ. ჩვენი შვილები მათ არ აინტერესებთ. და არა საზოგადოება. რა თქმა უნდა, რა საზოგადოებაზეა ლაპარაკი. მათ ურჩევნიათ რომ ეს საზოგადოება საერთოდ გაიყვნას ან განადგურდეს. მომავალმა თაობებმა არ იარსებონ. ან იარონ ისეთივე გამოშტერებულებმა, როგორც ზურა გირჩი ჯაფარიძე დადის მთელი დღის განმავლობაში. და ჩვენ მივიღოთ ეს მეგრელი შვილი რომ არის, ხო? აი ეს არის სახე მომავალი საქართველოს, ხო? მათი მხრიდან აი მეგრელი შვილისნაირი თხემი ტერფამდე მახინჯებმა იარონ და გაყიდონ ნარკოტიკი ქუჩაში. და ამაში ქართული ოცნება უწყობს ხელს. მათი ერთობლივი პროექტი არის. ყველამ ხო იცის რომ გირჩის და ქართული ოცნების ერთობლივი პროექტი არის მარიხუანის პლანტაციები. მაგრამ აქ საუბარი არის მილიარდ ნახევარ ამერიკულ დოლარზე. მეგობრებო, რაც არის კოლოსალური თანხა, რომელიც წელიწადში ტოვებს. მოგებაზე ეს ქართული ოცნების ხელმძღვანელობა თავად განაცხადა რომ აი ამ ხელა შემოსავალი აკრება ბიუჯეტს ამ მარიხუანის პლანტაციებიდან და ჩვენ რას ვიღებთ? გამზადებული ღმერთმა უკრას ეს პარლამენტი რომ შედგეს. და რატომ არ მინდა ეს პარლამენტი რომ შედგეს? იმიტომ კი არა რომ ჩვენ ხმები მოგვემატოს ან ვინმეს ხმები მოემატოს. არა ბატონებო. ამ პარლამენტში, რომელიც 100%-ით, ნუ 60 დეპუტატს პატრიოტ ალიანსს თუ არ ჩავთვლით, 100%-ით დაკომპლექტებული იქნება ურჯულო, ათეისტი, ეკლესიის მტერი, მართლმადიდებლობის მტერი, ლიბერასტი დაჯგუფებებით. და ჩვენ რას მივიღებთ? გამზადებულია პირველი კანონი, რომელიც გირჩში აქვს და რომელსაც ქართული ოცნება დაეთანხმება პლანტაციების თაობაზე მარიხუანის. მეორე კანონი, რომელიც ევროპული საქართველოს და გირჩის მიერ იქნება მომზადებული და რომელსაც დუმარეთ ხარს დაუჭერს ქართული ოცნება. ეს იქნება კონსტიტუციიდან იმ უხლის ამოღება, რომელიც გრძალავს ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას. აუცილებლად ასევე ევროპული საქართველოს მიერ მომზადებული არის კანონ პროექტი იმის თაობაზე, რომ კვლავ განახლდეს ქართული სასოფლო სამეურნეო მიწების გაყიდვა უცხოელებზე. და ჩვენ უახლოეს ერთად ამის შესახებ თქვენ აქტიურად აქვეყნებთ Facebook პოსტებსაც. ნახულობდი მე მიწების გასხვისება, გირჩის მიერ პლანტაციების გაშენება. სამომავლოდ რა იქნება თუ საზოგადოებამ ხელი არ შეუშალა ამ ყველაფერს, რასაც საუბრობთ აქტიურად? ეს იქნება ერის დაღუპვა. ეს იქნება ქართველი ერის გაქრობა. ყველა ის ადამიანი, რომელმაც ხმა მისცა ნაციონალურ მოძრაობას გირჩს, აი ამ მანქურთებს ევრონაცებს და ქართულ ოცნებასაც ბევრად ნაკლებმა ადამიანმა ალბათ ვიდრე ჩანს. ვიღაცა ხომ მისცა ხმა? კი ბატონო. აი ვინც მისცა, ისინი არიან ჩვეულებრივი მოღალატეები და დამნაშავეები. და ყველაზე მთავარი რაც არის, ქართულ ოცნებასთან ერთად მუშაობდება კანონპროექტი კონკორდატის გაუქმების შესახებ და ამაზე ღიად საუბრობს უკვე გიგა ბოკერია, რომელიც არის ქართული ოცნების ყველაზე ახლო პარტნიორი გირჩთან ერთად. დღეს რატომ არ შედიან ესენი პარლამენტში? ისინი მიმულები არიან ქართულ ოცნებას, მაგრამ არ შედიან იმიტომ, რომ ვიღაც ხვები არ შედიან და მათ ელოდებათ, რომ ეს არის ტროა სხენი თუნდაც იმ ლიბერასტულ ოპოზიციაში. რა, გირჩევ ახსენეთ, რომ ეს პავლიკო კუბლაშვილის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ორგანიზაციაა. ქართული ოცნების თავარი ფიგურა, ვანო ჩხარტიშვილი. თავისი ჯიბიდან აფინანსებს თავის სიძეს, ვაშაძეს, ეგრეთ წოდებული უმცროს ვაშაძეს ვეძახით მას, ხო? ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვაშაძე არის ქართული ოცნების პროექტი. ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ გიგა ბოკერია არის ყველაზე ახლო მეგობარი და მეკავშირე კობახიძე მდინარაძის დაჯგუფების. ესენი ყველანი ერთნი არიან. და დღეს აი ეს ჭუჭყი და ნაგავი, პოლიტიკური ჭუჭყი და ნაგავი შეკრებილი ჰყავს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და იქ მიმდინარეობს კულუარული მოლაპარაკება საქართველოს გადანაწილების შესახებ. საქართველოს გადანაწილება უნდა ხდებოდეს საქართველოს მოქალაქეების მიერ. გადანაწილება ცუდი სიტყვაა, გადანაწილება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ქართველი ერი და საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს მოქალაქეები უნდა წყვეტდნენ ამას. და არა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიის სრული სირცხვილი. დღეს რომ ამერიკის შეერთებული თქვენ იცით ხომ? კითხვაზე მინდა დაგისვათ. ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა რა არის? რომ აიღოს ჩვეულებრივ მოქალაქე. საკმაოდ დინთახებთან არის დაკავშირებული. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ვინ იღებს ამ 25000 დოლარს? მე და თქვენ? რა თქმა უნდა არა. ამას იღებს საელჩო და საკონსულო.
როგორი კორუფცია ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოში და საელჩოში წარმოიდგინეთ, რომ $25,000 ქთამს იღებს საკონსულო ადამიანი. საკონსულო ერთი ადამიანისგან წარმოიდგინეთ ქთამს. ოფიციალურ ქთამს იღებს. მე ქთამეებით არის იქაურობა სავსე. მე ქთამეებით არის იქაურობა სავსე, რომელი მექთამეებმაც დღეს მოახდინეს თლიანი გადანაწილება არა მარტო ეკონომიკის, არამედ პოლიტიკური სპექტრისა. და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სირცხვილი. სირცხვილი ამერიკის შეერთებული შტატების. და მე დიდი იმედი მაქვს, რომ თუნდაც ახალი ადმინისტრაცია მაინც ამას ყურადღებას მიაქცევს. ამ მექთამეს, რომელიც $25,000 იღებს ამერიკის ვიზაში. მექთამეს. პირწავარდნენ მექთამეს. აი ამაზე მაქვს ზუსტად საქმე. ჩვენი ერის საქმე არის ჩვენს მიერ გადასაწყვეტი. საქართველოს მოსახლეობის მიერ გადასაწყვეტი და არა ვიღაცა თუნდაც ძალიან კარგი, ძალიან ჩამოყალიბებული და პატიოსანი დიპლომატების მიერ. დიპლომატებმა შეიძლება შუამავლობა გასიონ და არა ის, რომ მივიდეს იქ ბიზინა ივანიშვილთან დეგანი და უთხრას ქართულ ოცნებას შევიყვანთ ამდენი კაცით, გირჩ შევიყვანთ ამდენი კაცით. მისცეს მიმართულებები და კონკრეტული რა თქმა უნდა, მაგრამ აი მარში, პატრიოტ ალიანსი და სხვები, ესენი არ დავინახო მომავალ პარლამენტში, იმიტომ რომ და ამის სანაცვლოდ, აი ქართული ოცნების გამყიდველი ბუნება რაში ვლინდება. მათ გაყიდეს ეს ყველაფერი თავიანთი კეთილდღეობის სანაცვლოდ. რომ კეთილდღეობაში და ფუფუნებაში იცხოვრონ ამ მეორე მანქურთებმა. რა, თქვენ რაიმე ოდნავ მაინც განსხვავებას ხედავთ გიგა ბოკერიასა და ირაკლი კობახიძეს შორის? გვარებში არის მხოლოდ და მხოლოდ განსხვავება და ერთი მეგრელი არის და მეორე რაჭველია. თუმცა არც ერთი არ არისო ქართველიო ამბობენ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის გარდაგაკეთებული ქართველიც საქართველოს მოქალაქე არის. არანაირი განსხვავება მათ შორის არ არის. პირიქით, აბაზაკობაში და ნაძირულობაში ირაკლი კობახიძე გიგა ბოკერიას გადაასწრო. ეს იგივე რაც ფეხბურთში პელეს აჯობო. იმიტომ რომ გიგა ბოკერიას დიდი ნაძირალა ქართულ პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს. და ირაკლი კობახიძე მოახერხა იმდენით, რომ გიგა ბოკერიას დარინაძირალა გახდა. ამის თვალსაჩინოებისათვის ბატონო სანდრო ალბათ ისიც საკმარისია რომ გიგა ბოკერიამ და იმდროინდელმა ხელისუფლებამ თუ ჩაიდინეს დანაშაულებები და ჩვენ ამაზე ერთხმად ვთანხმდებით რომ მათ ჩაიდინეს არაერთი და მიუტევებელი დანაშაულებები, თუმცა ქართულმა ოცნებამ არ დასაჯა. ეს უკვე მეტყველებს ალბათ ყველაფერზე, რომ და თვალსაჩინოს ხდის იმ ფაქტს, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო სწორედ ის, რომ დასჯიდა დამნაშავეებს, გამოიძიებდა ჩადენილ დანაშაულებებს, თუმცა ჩვენ ამდენწლიანი მმართველობის შემდეგ ვიხილეთ ის, რომ მათ არ დასაჯეს დამნაშავეები, არ გამოიძიეს დანაშაულებები და თაროებზე შემოდეს ის საქმეები, რომლის გამოძიების დაპირებითაც ქართულმა ხალხმა მოიყვანა ქართული ოცნება მთავრობაში თავის დროზე. ბატონო სანდრო, მე მინდა დავუბრუნდეთ ისევ არჩევნების შემდგომი პერიოდის საკითხს, რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციამ გამოუცხადა ბოიკოტი არჩევნების შედეგებს ერთხმად, ეს არის გაერთიანებული ოპოზიცია თუ სხვადასხვა გაერთიანებები და აცხადებენ, რომ ისინი არ შევლენ პარლამენტში. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ უპირველეს ყოვლისა, ეს გადაწყვეტილება იქნება თუ არა მყარი და მიიყვანენ თუ არა ბოლომდე თავის პირვანდელ ნათქვამს იმის შესახებ, რომ არ შევა პარლამენტში არც ერთი დეპუტატი? ქართული ოცნება, როგორც კი ეტყვის გირჩს, ვაშაძის პარტიას და ბოკერიას პარტიას, რომ შედით პარლამენტშიო, მეორე დღესვე მათ იხილავთ პარლამენტში. უბრალოდ დღეს მათ შესვლას და რას ემსახურება მაშინ მათი ეს წინა დღეს არა აქვს მათ შესვლას ფასი არა აქვს მათ შესვლას ნაციონალური მოძრაობის გარეშე, რადგანაც ნაციონალური მოძრაობის 27% დაუწერეს, ამათ რაღაც 1% აქვს, 2% აქვს და რა თქმა უნდა 1 და 2%-იანი პარტიები იქ ჯერ ფრაქციას ვერ შექმნიან, წარმოიდგინეთ. ესენი გინდა შევიდნენ პარლამენტში, ოპოზიციური ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მეტი არავის ვერ ეყოლება, იმიტომ რომ ელემენტარული 7 კაცი არ ყოფნით, რომელიც ფრაქციისთვის არის საჭირო და ახალი კანონმდებლობით პარტიიდან პარტიაში გადასვლა, ან ფრაქციიდან ფრაქციაში გადასვლა წარმოუდგენელი ხელოვნურად ფრაქციის შექმნა. აქედან გამომდინარე, თუ ნაციონალური მოძრაობა არ შევიდა პარლამენტში, ოპოზიციური ფრაქცია არ იარსებებს და ეხლა ერთი კაცი ხა შალვა ნათელაშვილი ან ორი კაცი ისა ელისაშვილის პარტიიდან ან სამი კაცი ამ გირჩიდან გინდა მსხდარა იმ პარლამენტში, გინდა არა, რადგანაც ისინი
ოპოზიციონრობის ანტურაჟს ვერ შექმნიან ფიზიკურად და ვერც ილუზიას შექმნიან იმისას, რომ ოპოზიცია არის პარლამენტში. ამიტომ ამათ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის შეყვანა პარლამენტში. ამიტომ ესენი ყველანი უყურებენ ნაციონალურ მოძრაობას. ეხლა მიმდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მეშვეობით გაცხოველებული ვაჭრობა, ჩვეულებრივ დახლი არის. ვაგზლის მოედანზე ბაზრობა რომ არის ან დეზერტერის ბაზარი ხომ? ერთ ხარეს დგანან ესენი, მეორე ხარეს ისინი და მიმდინარეობს იქ ვაჭრობა. ვაჭრობა მიდის ფულზე, ვაჭრობა მიდის პოლიტიკურ გავლენებზე, ვაჭრობა მიდის აბსოლუტურად ყველაფერზე. ოღონდ ვაჭრობა არ მიდის იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოსაც არის საჭირო. ეს არის მათი პირადი კეთილდღეობაზე ვაჭრობა. და აი ამ ვაჭრობის პროცესში არიან. ეხლა ეს ვაჭრობა როგორ დამთავრდება? მოაწყობს მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას ამ ვაჭრობის შედეგები, მაშინ შევლენ პარლამენტში. არ მოაწყობს, მაშინ არ შევლენ პარლამენტში. და ესენი ძიძულებულები იქნებიან, თუმცა ბოლო მომენტში ჩვენ გვახსოვს, ხო, გიორგი თარგამაძე რომ იყო ეს ქრისტიან დემოკრატები, მაშინ როდესაც ჩვენ არ შევედით, მაშინ მეც გაერთიანო პარლამენტში, გიორგი თარგამაძე და შემდგომში 1-2 სულ გაყვედული პადოშა და ვიღაცები იპოვეს და შეიყვანეს პარლამენტში, ხომ? აი ესევე იქნება, რა თქმა უნდა, აქაც, ადრე თუ გვიან, მაგრამ ერთი რამ უნდა ვისაუბროთ ჩვენ. არანაირი გაერთიანებული ოპოზიცია ესენი არ არიან. ესენი არიან ჩვეულებრივი მოღალატეები. დღეს 9 წლით და მე მინდა დიდი მწუხარება გამოთქვა კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო. მე და კობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში კოლეგები ვიყავით და ბოლო ხანს ჩვენ გქონდა ერთობლივი იდეა, რის შესახებაც არ მისაუბრია მე ფართოდ, რომ შევიქმნა ერთიანი დიდი ეროვნული ძალა. შემდგომში კობა უბრალოდ ფიზიკურად ცუდად იყო და ვეღარ მოახერხეთ ამ იდეის რეალიზაცია. და მინდა დიდი მწუხარება გამოხატო აი შესანიშნავი ქართველის გარდაცვალების გამო. და ეს ადამიანები ხო ყველანი კობა დავითაშვილის მკვლელები არიან. ნინო ბურჯანაძე არ წხვენია კობა დავითაშვილის მკვლელის გვერდზე ნაციონალური მოძრაობის გვერდით რომ არის. შალვა ნათელაშვილის მწუხარებას გამოთქვა მე. შალვა ნათელაშვილის არ წხვენია კობა დავითაშვილის მკვლელების გვერდით რომ ზის. კახაკუკავას არ წხვენია კობა დავითაშვილის მკვლელების გვერდით რომ ზის და ხა დანარჩენები არის დანარჩენები სულ ყველა ნაციონალური მოძრაობის კლასტერიდან არიან ის ავაზაკები და ნაძერლები და ის ჭუჭყი და სიბინძურე რომელიც იქ არის შეკრებილი, მაგრამ ამათ არ წხვენია. აი ეს ადამიანები, რომლებსაც ეხა დემოკრატიული ოპოზიცია ქვია, არიან კობა დავითაშვილის მკვლელები. მკვლელები არიან კობა დავითაშვილის. ესენი არიან გირგულიანის მკვლელები, რობაქიძის მკვლელები. ამათ დააუწყათ, იმიტომ რომ გირგულიანი და რობაქიძე ამათ ჭირდებოდა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. თორემ დღეს დაიწყებულია და აბა იმათ ოჯახებს კითხონ. აბა სოსო რობაქიძეს კითხონ, თუ რა დღეში არის დღემდე, ან დანარჩენებს კითხონ. ვინც ნაციონალურ მოძრაობამ გაანადგურა, ისინი როგორ დღეში არიან და დღეს ეს ამ ნაძიღლებთან და მკვლელებთან ერთად, როდესაც ცხეთხარ შენ და ამერიკის ელჩის მეშვეობით აქ საქართველოს ინაწილებ, შენც იგივე ნაძირალა ხარ, რაც იყავი და შენც ისევე წაგლეკავთ, როგორც ნაციონალურ მოძრაობას და როგორც ქართულ ოცნებას. იმიტომ რომ ესენი არ არიან ადამიანები. მე ერთი რამ მინდა გითხრა. ხელისუფლების წარმომადგენლები იცით რას მეუბნებიან. ამერიკის ელჩი გთხოვს შენ დაჭერასო და ქართული მარშის განადგურებასო. მე მინდა თქვენი ეთერის საშუალებით უთხრა ქალბატონ დეგას. ჩემ დაჭერას რატო ვითხოვთ ქალბატონო დეგა? თქვენ ხო დემოკრატიული ქვეყნის წარმომადგენელი ხართ. რატომ უბრძანებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ქართული მარში განადგურდეს და სანდრო ბრეგანძე დააპატიმრონ? აი ხა რა უნდა მითხრა, ჩამიდონ იარაღი გარეთ რომ კალდა, დაამპატიმრონ და რა იქნება ეს? აი რა სიზამთ? ამიტომ კორონავირუსს დაამარცხებთ? თუ რაღაცა სოფლიო დემოკრატიის ზეიმი იქნება. აი ამაში არის ზუსტად თელი საქმე. რომ ჩვენ არანაირ დემოკრატიულ წყობაში ვართ. ჩვენ კოლბინი გვყავს. აი თქვენ ახალგაზრდა ბრძანდებით და კოლბინი არ გემახსოვრებათ ვინ იყო. საბჭოთა კავშირის დროს რუსები გვინიშნავდნენ აქ ცეკას მეორე მდივანს. პირველი მდივანი ხო იყო შევარდნაძე პატიაშვილი. მეორე მდივანი უნდა ყოფილიყო აუცილებლად რუსი, რომელიც იყო მაინც ქართველი ცეკას მდივნის მეთვალყურე. და კოლბინი იყო ერთ-ერთი რა, ის კოლბინი ხა ლოთიკაცი იყო ერთი დადიოდა არ ახსვამდა, მაგრამ ნაძირალა იყო რა, ოკუპანტის წარმომადგენელი იყო საქართველოში, ხო? საბჭოთა კავშირის აი ხა საშინელი ამ სისტემის წარმომადგენელი. კოლბინი არის დეგანი დღეს. კი ბატონო სანდრო, ჩვენი გადაცემისთვის პირველი ნაწილისთვის განკუთვნილი დრო ნელ-ნელა იწურება, ამიტომ მე მინდა გკითხოთ პირველ რიგში ერთი კითხვა მაქვს და შემდეგ ბოლო კითხვაზეც გადავალ. თუ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები, თუ არ იქნება განმეორებითი ვადამდელი არჩევნები, მაშინ რის წინაშე დავდგებით ჩვენ? რა იქნება მომავალში, როგორ მართლობას, როგორ ხელისუფლებას უნდა ველოდოთ და რას იხილავს საზოგადოება? როგორი პარლამენტი იქნება? ნუ თუ არ დაინიშნება ახალი არჩევნები, ალბათ ამ გირჩს და აი ამ იმათ დაუძახებენ, მაინც შეიყვანენ ერთ-ორ პარტიას პარლამენტში, ეს თავისგან კონტროლება ხელიდან ვინც იკვებებიან, მაგრამ ეს რა თქმა უნდა პოლიტიკურ პროცესს ვერაფერს ვერ უსვამს. პოლიტიკურ პროცესს ქვეყანაში არ იარსებებს.
საქართველოს პარლამენტი ეს იქნება ერთპარტიული რაღაცა საშინელი ორგანო, რომლის ბოლოს ერთპარტიული არჩევნები ჩატარდა 1986 წელს. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნები და საქართველოს უზენაეს საბჭოს არჩევნები და მაშინ იყო ბოლოს 86 წლის შემდგომ ერთპარტიული არჩევნები, ერთპარტიული პარლამენტი საქართველოს არ ყოლია 2021 წელს ყავს. წარმოიდგინეთ რა ხელა დეგრადაცია განვიცადეთ, რომ 86 წელში 1986 წელს წინა საუკუნის 1986 წელში დავბრუნდით. იქნება ეს ერთპარტიული პარლამენტი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება ეროვნული გამოღვიძება. ეროვნული ეხა ესე რომ დაიწყებენ ერთგანს ესენთა კორწინების დაკანონებას, რას მოიმოქმედებს საზოგადოება? 17 მაისს ეხა უკვე განსაზღვრული აქვს უკვე წინასა რომ ოფიციალურად გამოაცხადებენ ტოლერანტობის ანუ გეი აღლუმის დღედ. როდესაც ესენი ქართული მიწების გაყიდვას დაიწყებენ, როდესაც ყველაფერი წავაზობენ. ეს არის ის, რასაც თქვენ ამბობთ, რომ აუცილებლად მოხდება ხელისუფლების პირობებში. აუცილებლად თავად აცხადებენ ამას. კი ბატონო. ეს მე არ ვაცხადებ, ეს თავად აცხადებენ. მარიხუანის პლანტაციები ეს არის ქართული ოცნების აუხტენელი ოცნება. ჩვენი აუხტენელი ოცნება ჯერჯერობით ხომ არის აფხაზეთის დაბრუნება. მათი აუხტენელი ოცნება არის მარიხუანის პლანტაციები გირჩთან ერთად. აი ნაზირალა ჯაფარიძესთან ერთად, ნარკობარიგასთან და მოვაჭრესთან ერთად. აი იმასთან ერთად უნდა მარიხუანის პლანტაციების გაკეთება, ჩვენი საქართველოს ახალგაზრდობის დაწამლვა, გაბარიგება, გავაჭრება და განადგურება. ამას არ შეეგუება ეს ფაქტია. რას მოიმოქმედებს საზოგადოება და რის წინაშე დავდგებით იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება გაატარებს ამ რეგულაციებს და საზოგადოება ნახავს ამ ყველაფერს. მე ვფიქრობ აჯანყებაა საჭირო. აჯანყება არის საჭირო, რა თქმა უნდა, ხა მშვიდობიან აჯანყებაზე მაქვს საუბარი, არა მაქვს შეიარაღებულ აჯანყებაზე საუბარი, ღმერთმა დაგვიფაროს ეს 92 წელს ნახეთ გადატრიალება და არასოდეს არ გვინდა, მაგრამ აჯანყებაა საჭირო, მშვიდობიანი აჯანყება, მშვიდობიანი რევოლუცია საჭირო. არა მარტო პოლიტიკური, არამედ კულტურული რევოლუციაც საჭირო არის. აი ეს ნაგავი და ქაფი არა მარტო პოლიტიკოსების, ეგრეთ წოდებული აი ვიღეს მამაშვილი ბუღაძეები რომ არიან, ხო? აი ეს არის რაღაც ათაჟანგი. ქართული საზოგადოების ათაჟანგებს ვეძახი მე ამათ რა. ხო იყვნენ აი ეს წითელი ინტელიგენცია, საშინელი კასტა, რომლებიც აი ლენინს 24 საათის განმავლობაში ხოტბას ასხამდნენ და ცეკას დივნების კარზე მასხარებად იყვნენ ქცეული ჩვენი ცნობილი მსახიობები და ზოგიერთი მწერლები და პოეტები, ხო? აი დღეს გვაქვს აი ანალოგიური წითელი არა, ეხა ცისფერი ინტელიგენცია გვყავს. ხო? აი ამ ბუღაძეები და ეს ვიღაცეები, აი ეს ყველაფერი ეს ქაფი, ეს ნაგავი უნდა მოცილდეს ქართულ საზოგადოებას და კულტურული რევოლუციაც უნდა მოხდეს, რომ აი ამათგან უნდა გათავისუფლდეს, ამ უნიჭოებისგან უნდა გათავისუფლდეს საქართველოს მოსახლეობა. ეს აუცილებლად მოხდება. ეს რევოლუცია აუცილებლად მოხდება. ხო ვიღაცას გონია რომ არ მოხდება და ხო ვიღაცას გონია რომ დეგანი რომ ხვალდილას თავში ჩაარტყავს ესე ჩვენ პრემიერ-მინისტრთან, რომელიმე მინისტრი და ჩვენი მინისტრი, ვაიმე ქალბატონო დეგან რა ლამაზად ირთმევინებით. მოდით კიდევ ერთხელ დამარცხი. ამას კი არ ეტყვის. ეტყვის რომ შენ ვის უბედავ ხელის მოქნევას. მე ამერიკა მიყვარს, ამერიკა ჩემი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ის რომ ვიღაცა ელჩმა აქ თავში მიტყაპუნოს, ამას არ დაუშვებ. აი ეს იქნება საქართველოსთვის იდეალური ვარიანტი, ჩვენი თავი ჩვენადო გვეყუდნეს და ეს რევოლუცია პოლიტიკური, სოციალური და კულტურული აუცილებლად მოხდება ეროვნული ძალის აზვირთება, რომელიც წალეკავს ამ ლიბერასტულ, მამათმავლურ, ათეისტურ, სოროსულ კასტას და ერთხელ და სამუდამოდ, როგორც სიმსივნეს, ისე ამოკვეთს ჯანსაღი ორგანიზმიდან, შემდგომში ქიმიოთერაპიას გაუკეთებს, რომ მათი მეტასტაზებიც მოისპოს და საქართველო განვითარდება აუცილებლად ეროვნული განვითარების გზით. კი ბატონო. მადლობა ბატონო სანდრო, მე აბსოლუტურად მისმის თქვენი ემოციური აღელვება, იმიტომ რომ ძალიან რთულია უყურო ქვეყანაში მიმდინარე ამ პოლიტიკურ მოვლენებს და შეხვდე მშვიდად ამ ყველაფერს. არა, იცით რა არის, რას ვერ ხვდები მშვიდად? ყველა პოლიტიკურ პარტიას პირში წყალი აქვს ჩაგვეული და ეშინია ამერიკის ელჩის. Patriot Alliance არ ეშინია, ქართულ მარჩ არ ეშინია. დანარჩენი ყველა არის ამერიკის ელჩის მონები. კი ბატონო, და ნამდვილად რთულია მონად ქცეული პოლიტიკური სპექტრი. მონები. აი მონები. ნიკამელიამ ამოიღო ხმა ამერიკის ელჩის წინააღმდეგ. და ამათ ნიკამელიას თავისი გაუჭირდა და იმიტომ რა თქმა უნდა, მაგრამ ხო ამოიღო ხმა. ამათ დანარჩენები ეს არის მონათა კლასტერი, რომელიც მუხლებზე დაჩოქილი, მუხლებ გადაწყავებული, ეხლა ფეხებს უკოცნეს ამერიკის ელჩს, რომ იქნება რაიმე გამოთხოვოთ ქართულ ოცნებას, რომ ჩემი ცხოვრება უზრუნველი მოიწყო. ესე ვეღარ გამოვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოხდება ეროვნული რევოლუცია, რომელიც თავის ადგილს მიუჩენს ამ მოღალატეებს.
კი ბატონო, ვიმედოვნებ, რომ ამ რევოლუციამდე მისვლა არ მოგვიწევს და ყველაფერი მოგვარდება ისე, რომ რევოლუცია არ გახდეს საჭირო, თუმცა ყველაფერს მომავალში ვნახავთ ჩვენ. მადლობას გიხდით, რომ იყავით ჩემი გადაცემის სტუმარი. ჩემი გადაცემის სტუმარი იყო ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რომელთანაც საკმაოდ მნიშვნელოვანი